მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს სიხოს და ყოველთა თანა. ყველანი ვთქვათ, წვენაში უნდა გავმტკიცდეთ, გავძლიერდეთ. წვენა, რა თქმა უნდა, ეს არის თავარი და წვენა არასდროს არ ეწინააღმდეგება გონებას, ხო, პირიქით. წვენა ცდება გონებას, ცდება მას, ანუ უფრო ფართო არის. წვენა ცდება მას და წვენას ვთქვათ, რაღაც ასეთი მეექვსე გზნობასავით არის, რომელიც ადამიანს ღვთისაგან ნიჭად მიეცემა ხოლმე. და ეს ნიჭი უნდა ვითხოვოთ, თუ არ გვაქვს, უნდა ვითხოვოთ ხოლმე, რომ ამაში გავძლიეროთ. როდესაც გონება ვერ ჭრեց, მაშინ იქ წმენა აძლევს ადამიანს სოდნას. როცა გონება უკვე უძლურია. წმენა იწყება იქ, სადაც გონება ჩერდება ხოლმე, ხო? სადაც გონება ჩერდება, იქ უკვე წმენა იწყება. იმიტომ რომ წმენას უფრო დიდი მასშტაბი აქვს. უფრო დიდი რამე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით და წმენა გვაძლევს კიდე იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი გავიგოთ. ჯერ იწმუნე იმისაც რომ გაიგო. ჯერ უფრო უნდა იწმუნო და მე უფრო მეც გაიგებ. და მე უფრო რომ იგებ მეც კიდევ წმენაში ძლიერდები, ანუ მე უკმოქმედებაც აქვს, ხო? ამიტომ გამოცდილება ყველას გააქვთ ამისი. გამოცდილება ჩვენი ამ მიწის ცხოვრებაში, მოსაწყობლთა სივრცეში ძიმეა, უბრალოდ წარეა, დამამდაბლებელია. არა დამამცირებელი, დამამდაბლებელი. ვამდაბლებს, მაგრამ ესეც ღვთისხალობით მადლობა ღმერთს, რომ ეს გამოცდილება ვამდაბლებს ჩვენ. იმისაც რომ უფრო მეტად შევიცნოთ ჩვენი შეზღუდულობა ალბათ, ხო? ჩვენი ცოდვილობა, ჩვენი სისუსტე შევიცნოთ, ჩვენი ვთქვათ, შესაძლებლობების რაღაც ლიმიტი შევიცნოთ, რომ უფრო ამ ლიმიტის ზღვარს გავცდეთ და უფრო მეტი შევძლოთ კიდევ ვიდრე გონია რომ შეგვიძლია. ეს დამამდაბლებელია, ერთი მხრივ კარგია, იმიტომ რომ ამას მეორე ასპექტიც აქვს, რომ შენ გიცი და გაძლევ სტიმულს იმისა, რომ უფრო მეტი შეძლო. კარგად გამოყენებული გონება ზუსტად წმენას უახლოვდება. სუდად გამოყენებული და ნახევრად გამოყენებული გონება წმენას ცილდება, იმიტომ რომ სრული ცოდნა არის ის, რასაც მიყავს ღმერთთან და წმენასთან ადამიანი. ნახევრად ცოდნას არ მიყავს წმენასთან. შეიძლება ნახევრად ცოდნა პირიქით დააბკოლოს ადამიანი. არც ერთი ადამიანი ათეისტი იქნება თუ ურწმუნო, ყოველთვის ნახევრად ცოდნის გავლენის ქვეშ იმყოფება. იმიტომ რომ წმენა სასწაულია, სასწაულები არ არსებობს. არსებობს ჩვენი უცოდინარობა, ბუნების კანონებისა უცოდინარობა, ღვთაებრივი ჭეშმარიტებებისა, ღვთაებრივი რეალობის უცოდინარობა არსებობს, თორე სასწაულები მე ხვდები, რომ ის თურმე სასწაული კი არ იყო, თურმე შენ ღვთისაგან ჯერ არ ქონდა შენი გონება განწმენდილი და შენი გული და ამიტომ ვერ ხვდებოდი და არ იცოდი. მე როცა ხვდები, უკვე ხვდები, რომ ეს სასწაული კი არ იყო, ეს თურმე ღვთის კანონების მოქმედება იყო, რომელზედაც შენ წარმოდგენაც კი არ ქონდა. ამიტომ ზუსტად სწორად და მართლაც სრული ცოდნით გამოყენებული გონება არის ის, რასაც წმენასთან მიყავს ადამიანი. საერთოდ რაიმე თუ უნდა შეიცნო ადამიანმა, ადამიანიდან დაწყებული ბუნებით ყველაფერი დამთავრებული, ჯერ უნდა უიმედოდ შეიყვარო, ერთი ძენი ამბობს. ჯერ უნდა უიმედოდ შეიყვარო, უკვე იმედი რო არ აქვს, ხელს რო ჩაიქნებ საპასუხო სიყვარულზე, აი ესეთი უიმედოდ უნდა შეიყვარო ჯერ. და მე რო შეიყვარო, მე ცუდათი უკვე გაიგებ რაღაცას. თუ არ შეიყვარო, ვერ გაიგებ. ასე რომ აი ეს აუცილებელი ფაქტორია, რომ შეიყვარო უნდა. რომ იპოვო ის ნამდვილი სიყვარული. და ის თავარი სიყვარული არის უფალი. მას პოულობთ, ვინც ვეძებთ და ვეძებთ და პოულობთ. იმიტომ რომ უფალს პოულობთ ზიარებაში, ლოცვებში, საქმეებში. ზოგჯერ წარუმატებლობას განვისდით, რა ვქნათ, ხდება ხოლმე ხო, მაგრამ არ უნდა დაგვევისდეს, რომ ყოველი ჩვენი ცხოვრებისეული წარუმატებლობა ეს არის ბოლო საფეხურის, წარუმატებლობის ბოლო საფეხური, პირველი საფეხურია წარმატების. იქ სადაც წარუმატებლობა თავდება, იწყება წარმატება. ის პირველი საფეხური. შენ როგორია რომ დამთავრდა, იქ დაიწყო. ყველანი ღვთის ხელში ვართ და მარტო მას შეუძლია მიგმართოს ჩვენი თავისუფალი ნების თანხმობით, რა თქმა უნდა. სადაც მოვისურვებთ ჩვენს, სადაც უფლის არ აძალებს ადამიანს, მაგრამ გადახრის, მოუწოდებს და ჩვენს თავისუფალი ნებით, სადაც მოვისურვებთ, როგორც ღვთის ჩალავად ხელში ერთ-ერთი ბრძენი ამბობს და მარტო მას შეუძლია გვაფრიალოს იქ, სადაც მოისურვებს და რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ღვთის ნებას, ღვთის ნებას უნდა მივყვეთ, ღმერთის ხმას უნდა მივყვეთ და გავიგონოთ ღვთის ხმა და ჩვენ როცა გავიგონოთ ღვთის ხმას ყოველთვის იმას მივყვებით ხოლმე, როდესაც ერთხელ გაიგონებს ღვთის ხმას და იხილავს უფალს ადამიანი, იმას არასოდეს აღარ დაევიწყებს, როგორც ცურვას თუ ისწავლებს ადამიანი, მე უკვე აღარ ავიწყდება, ხო? უკვე წყალში რომ მოხდება, უკვე იცის როგორ მოიქცეს.
სულას კიდე კაბინეტში ვერ ისწავლი, ხო? ხან წყალი უნდა გადაგდაბო, ხან უნდა დასველდე, ხან უნდა რაღაც შეგეშინდეს და ეს პრაქტიკულად თუ ისწავლე. თუ არ ილოცე, თუ არ იმარხულე, თუ არ ევედრე, თუ არ ეზიარე, არაფერი არ გამოვა ისე აპრიორულად, ხო? ყოველს უნდა ყველაფერს ქმედება და ყველაფერს უნდა მოქმედება. ამიტომ აი ესე გავაგზავნოთ და ვილოცოთ და არ დავივიწყოთ, რომ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ უნდა გვძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი. უნდა გვძულდეს ცოდვა და ვცდილობდეთ, რომ გავიგოთ ცოდვა რა არის და როგორ გამოვასწოროთ ეს. ეს ყოველთვის მარადიულობის ჭრილში ხდება და დავძლიოთ ეს სიკეთით, დავძლიოთ ცოდვა სათნოებით, ხო, ყველაფერი რაც სიყვარულით დავძლიოთ, სიმართლით დავძლიოთ, ღვთისნების მიხოლით დავძლიოთ. არაფერი არის ჩვენში ისეთი, რასაც დავარქმევდით ჩვენს, რომ ეს ჩემია და ჩემი საკუთრებაა პირველი. ყველაფერი ღვთისნებით ჩვენი არ არის. ღვთისნებით ჩვენი სხეულის კი ჩვენ არ გვეგვიქვს. ყველაფერი ღვთის არის. ღვთისა ხართ ჩვენს ყველანი, მაგდროულად სასურველო პირი კი არ არის შეიძლება იყო ამისას თუ ღვთისნებას მიგვ. ღვთისნებას თქვენ უნდა მიგვეთ პირველ რიგში ჩვენ გიწყობთ ამაში ნებისაებ რა თქვა თქვენისა და ღვთისნების და თქვენი ესე თქვა თანხმობით ჩვენს ხელი უნდა შეგიწყოთ ამაში. რო კი არ შეგიშალოთ, ხელი უნდა შეგიწყოთ, რომ ღვთისნებას მიყვეთ ამაში. თუ უნებლიეთ რაღაცა თქვა დისკომფორტ შეგიქმნით, რა თქმა უნდა, ესეც მოსანანიებელია და ადამიანური ფაქტორის მოქმედებს. ხომ ადამიანები ვართ ყველანი და არაფერი უცხო ჩვენთვის არც ცოდვა და დაცემა და შეცდომაც უცხო და რაღაცა გასაკვირი არ არის, ხო? რომელიც გამოსწორებადია თუ კი ადამიანი მოინდომებს. ჩვენ ყველა ვიცით, რომ ვართ გამოსასწრელ ვადაში, მიწაზე, ტრამპლინზე, გამოსასწრელ ვადაში, აქ ვართ გამოცდის პერიოდია. აქ ვართ იმისათვის, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ვეცადოთ, რომ გავიგოთ სად ვართ, რას ვაკეთებთ, განმარტოთ ჩვენი ცხოვრების საზრისი. ამას ახლა რაციონალური, დაცემული გონებით ვერ განმარტავ. ვერც ირაციონალური გონებით განმარტავ. ეს მხოლოდ როგორც აღნიშნე, განწმენდილი გონებით და გულით, რა თქმა უნდა, ცოდნით და რა თქმა უნდა, პირველ რიგში რწმენით გაიგება და შეისხორცება და შეიგრძნობა ეს. მუდამ ამიტომ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ განვიწმინდოთ ჩვენი გონება, აზრები ჩვენი, ფსიქიური, თქო ჩვენი ენერგია განიწმინდოს სულ. ვეცადოთ, რომ განიწმინდოს ჩვენი სიტყვა, საქმე ჰარმონიაში მოვიდეს, უფლისნებასთან, სინერგიაში მოვიდეს. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ღვთისნება არის, ხო? და ღვთისნების მიხოლით თავისუფლად შვიდად შემდეგ შემოდის უკვე უფრო მეტი მადლი და მეტი ის, რაც უნდა შემოვიდეს. და უკვე თანდათანობით უკეთესი ხვდებით, ვიდრე ვართ. ამას ახლა ძალით და სწრაფად ვერ გააკეთებ. ვერც გაზრდი ბალახს სწრაფად, ხო? რაც უნდა ქაჩო ახლა ბალახი თუ მოგლიჯავ, თორე ის თავისთავად სწრაფად ვერ გაიზრდება. ამით ვერ დააჩქარა. აცადო რომ წავიდეს ნელ-ნელა პროცესები, ეს რაც საჭირო არის, შენ გზაზე დაყენებული ხარ და მიყევე ღვთისნებას, მიყევე მშვიდად, წყნარად, მიყევე ღვთისნებას და იქნება ისე ყველაფერი როგორც ღვთისნებას უნდა. ეცადე რომ, ასე ვთქვათ, გულით ნამდვილად ღმერთთან იყო. გულით იყო ღმერთთან, ბუნებრივად იყო ღმერთთან გულით. აი ეს ეცადე. როცა შენი ყველა შენ ცნობიერებაში არის ხოლმე გაორება, დაბკოლება, როცა ჩვენ ცნობიერებაში ყველა დაბკოლება მოისპობა, გავა და ეს წმენით ხდება. თავისუფლად მოძრაობს გონება და გული ღმერთში, ხომ? ყველაფერი მე როგორ სხვანაირად დაუბრკოლებლად მიდის და სიმშვიდე შემოდის. აი ეს არის აუცილებელი. ეს გონებრივი დაბკოლებები, გაორებები უნდა მოისპოს. გამთლიანდეს ადამიანი ქრისტეში. აი საკუთარი ილუზიების მიღმა უნდა ეს არ არის ადვილი. ძალიან ძნელია, მაგრამ ძნელია როგორ? მორწმუნეთვის შესაძლებელია და არის მოცემული. ზიარების შემდეგ ადამიანი სულ სხვა მდგომარეობაში გადადის. იცით? ეს ასე ვთქვათ, არ უნდა დაივიწყო არასდროს, რომ ასე ვთქვათ, შენ ილუზიების მიღმა უნდა გახვიდე ამ ილუზიების, აი რაც შენ გაორებული გონება, შენი ასე ვთქვათ, რაღაცა სტომილევები, შენი მოჩვენებები, შენი კაპრიზები, შენი რაღაც ილუზიები, შენი ეს არასწორი აღქმა გაარღვიო და ამის მიღმა გახვიდე, ინტელექტუალური რაღაცა სტომილევების აკრობატიკის მიღმა გახვიდე და სულიერი თვითინტოქსიკაციის მიღმა გახვიდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც ნეგატივი შემოდის ხოლმე და თვითინტოქსიკაცია ხდება ადამიანში სულიერ თვითმოშხამვა ხდება. არავინ გარედან არ გშხამავს, შენ გეჩვენება რომ გშხამავს. ვიღაცამ ეს შემოხება, ვიღაცამ რაღაცა შენზე თქვა, ვიღაცამ დაუშვათ რაღაც გაგიკეთა აზრით ან
სიტყვითაც საქმე ეგეთებიც ხდება ხო манипуლირება ჩაგიტარა არასასურველი და არასაჭირო არა შენ რომ არ გინდოდა იმ მიმდევრობით მოიქცა და შენ რეჟისორი არ ხარ შენ რომ გინდოდა ისე არ მოიქცა შეიძლება შენ ზოგს უკან რაღაცა ენვოლტირებას კი ჩაატარა ან რაღაცა ჯადოქრობას ჩაატარა შეიძლება ენერგო ვამპირისთვისაც ქონდა ადგილი შეიძლება სულიერად თუ ფსიქიური ენერგიის არასწორ გამოყენებას შენ სინაამდეგ აზრით სიტყვით უსახმით გაილაშქრა და ასე შემდეგ სამი წერტილი რამდენი ნეგატივია კარგი ხუთური რამდენი უარყოფითია ხო ესეთ რაღაცები მოხდა იქ ემატება კიდე ამას უხილავი ბრძოლა ხო უხილავი ბრძოლა დემონურით სხვა ასპექტი შემოდის თუმცა კი ზოგჯერ ხილული რა იგივე უხილავის გამოვლენებაა მაგრამ აი ამ ინტოქსიკაციას თუ არ გაცდი ასე ვთქვათ და ამ სათნოებებში შენი მეტაფიზიკური ვარჯიში არ გააგრძელე რა არის ქრისტიანული ცხოვრება ეს არის სათნოებებში მეტაფიზიკური ვარჯიში შენ ამის მიღმა თუ არ გახვედი ჭეშმარიტ ცხოვრებას ქრისტეში ვერ შეიცნო და გაწვალდები მაშინ ესე რომ არ მოხდეს როგორც აღნიშნე უნდა შეიყვარო უფალი ჩვენი იესო ქრისტე ეს წმენაში გაგაძლიერებს აუცილებლად დიდ იმუნიტეტს მოგცემს სულიერ იმუნიტეტს დიდ ძალიან და უკვე ასე ვთქვათ საგნების მოვლენების შენი ცხოვრების საზრისის უღრმეს ჭვრეტას მიგონიჭებს და უღრმესი ჭვრეტა ჭეშმარიტებასთან მიგიყვანს საგნებისა და მოვლენებისა შენი ცხოვრების ჯვარპირთულობის უღრმესი ჭვრეტა მიგიყვანს სულ სხვა ხედვამდე სამყაროსა და მოვლენებისა შენი საკუთარი თავისაც ამ სამყაროში შეიმეცებს სხვანაირად ადამიანები ვინ არიან და როგორ არიან შენს მიმართ შენს ადგილს და ჯვარპირთულობას შეიმეცნებ მეტაფიზიკურად და ყველაფერს შეხედავ თითქოს ისე მაგრამ რაღაც სხვანაირად ვიდრე ადრე უყურებდი ისე არა და შეხედავ ყველაფერს თითქოს ეს ყველაფერი ეხლა შეიქმნაო და შენს წინ შეიქმნა ეს ახალი სამყარო და არა ეს მოძველებული გაცვეთილი შენთვის უკვე ნაცნობი რეალობა იყოს არა ახლებურად შეხედავ თითქოს ეხლა შეიქმნა შენს წინაშე ყოველივე ეს ეხლა ხარ შენს წინაშე და სულ სხვანაირად დაიქვამ ყველაფერს და ხედავ ისე როგორც უნდა დაინახო რასაც უფალი უცებად გაძლევს და მოგცემს და სულიერ ცისვას შეგიწყობს ხელს იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენთან არის და ჩვენსკენ არის და ჩვენს გვაძლევს ყველა ტექსტს და ყველაფერი ტექსტია რასაც ხედავ ყველაფერი თქვენი მოსვლაც ტექსტია თქვენი აკყოფნას ტექსტია თქვენი გამომეტყველება თქვენი სულიერი განწყობილება თქვენი შინაგანი ხასიათი ყველანაირი ის მოვლენები რასაც ხედავ თქვენი პასუხი ხილულ თუ უხილავ ასე ვთქვათ ჩემს შეკითხვაზე თქვენ მე მარტო თქვენ ხარ შეკითხვები მოზგვის მეც მაქვს თქვენ და მე შეკითხვები ზოგჯერ ეს კითხვა პასუხგაცემულია ზოგჯერ უპასუხოა ზოგჯერ სიყვარული პასუხი არის ზოგჯერ უპასუხო სიყვარულია ზოგჯერ შემხედრია ზოგჯერ შემხედრი არ მოდის ეს თავისებური პასუხია დაუშვათ ხომ მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი თავისებურად დგება როდის მაშინ როცა ჩვენ უფალთან ვართ და ის გვაძლევს ყველაფერს პლუსსა და მინუსსაც და ბოლოს ჯამში ეს ერთი თლიანი გამოცდილების სინთეტიკური გამოცდილების ბაჯაღლო ოქრო გამოდის ჩვენ ცხოვრებაში რომელსაც უნდა მივყვეთ ღვთის ნებას მადლობს ეს ჩვენს იყოს თქვენთან ამინ